საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ბათუმში წარმომადგენლობას გახსნის. ცენტრის წარმომადგენლები დღეს ქალაქის მერსა და აჭარის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრეს. ანზორ ერქომაიშვილი წარმომადგენლობების გახსნას აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გეგმავს. მსგავსი ფოლკლორული სკოლები უკვე გაიხსნა საქართველოს 10 რეგიონში. ინიციატივის მიზანია ფოლკლორული ცეკვის, სიმღერისა და სეპირსიტყვიერების განვითარება და პოპულარიზაცია. შეხვედრა სამუშაო შეხვედრა ქალაქის მერთან, ასევე კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან და ვფიქრობ 2016 წელს აჭარაში ყველა მუნიციპალიტეტში გაიხსნება. ვიმსჯელებთ ქონების საკითხზე, ფინანსების საკითხზე, კოორდინირება როგორ მოხდება საქმიანობის. იყო ესეთი სამუშაო შეხვედრა და კიდევ მოხდება ესეთი რამოდენიმე შეხვედრა და მე ვფიქრობ, ალბათ საბოლოოდ თემა დადებითად გავეთანხმება. იყო საუბარი ხელშეწყობის პირობებზე, რა შეუძლია გააკეთოს ამისათვის მუნიციპალიტეტს, რა შეუძლია გააკეთოს ამისათვის განათლებისა და კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რაღაც ძირითად მონახაზზე შევთანხმდით იმაზე, რომ ეს არის ძალიან კარგი თემა და სახელმწიფოს მხრიდან მას მხარდაჭერა.